თვეების განმავლობაში სამწუხაროდ მიმდინარეობდა ძალიან უნიჭო და ძალიან ცუდი კამპანია სახელმწიფოებრივად ცუდი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების წინააღმდეგ, მათი გადაბირების, მათი დაშინების კუთხით, რათა უმრავლესობას მოეპოვებინა საკონსტიტუციო ცვლილება. ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი, ეს არის ქვეყნის საზიანო პოლიტიკური პროცესი და მე არ მგონია, რომ ამაზე უფრო რაციონალური შეთავაზება, ამაზე უფრო გნებავთ კოჰაბიტაციური, ამაზე უფრო პრაგმატული შეთავაზება, ან პარტნიორობაზე, ან თანამშრომლობაზე მიმართული შეთავაზება ვინმეს გაეჟღერებინა, რაც ჩვენ გავაჟღერეთ. ამიტომ მე არ მგონია და იმედის ვიქონიებ, რომ ისინი გამოიჩენენ ნამდვილად პოლიტიკურ წინდახედულობას და არ დაუშვებენ პოლიტიკურ შეცდომას. თუ ეს ასე მოხდება, ცხადად გამოჩნდება, ვინ არის ნამდვილად თამაში ჩართული, ვინ ცდილობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელის გადაგრეხვით, შეშინებით, ან სხვა მეთოდებით, ან რაღაცა შავი პიარით, ასე ვთქვათ, გამოიყვანა ხალხში, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალა. მე ვერ გეტყვით, ხვალ რა მოხდება, ხვალ საკითხი როცა დაისმება კენჭისყრაზე, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მათ თქვან, რომ უნდათ სარეიტინგო კენჭისყრა, მერე შეიძლება მიიღონ ეს კენჭისყრა, შეიძლება არ მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილებები, ინტელექტუალური თამაში რასად როდიც არ არის, რომ მოიფიქრო რაღაცა გონებამახვილური გამოსავალი მდგომარეობიდან. აძლევ ხმას კონსტიტუციას, აძლევ, არ აძლევ. მე ამის ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ. ეს არის მცდელობა იმისა, რომ აჩვენონ, რომ ეს არის ერთიანი გუნდი, რომელსაც შიგნით არანაირი პრობლემები არ აქვს. ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებიც გრძნობენ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და რომელთაც არ სურთ, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს კრიზისის მდგომარეობაში. რეგლამენტი არ ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს განსხვავებული ვარიანტები, საიდანაც პარლამენტის წევრებს მოუწევთ ამოარჩენენ ერთადერთი ვარიანტი, აქედან გამომდინარე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ეს უფრო ახირება არის მიმართული იმისკენ, რომ წარმოაჩინოს უმცირესობა თავისთავად როგორც გადამწყვეტი ფაქტორი კონსტიტუციური ცვლილებების მიღების. პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, რომ დააყენოს სარეიტინგო კენჭისყრაზე ესა თუ ის საკითხი, თუ კი იქნება შეთავაზება, მაგრამ ეს არის უფლება და არა ვალდებულება. ჯერ თქვენ იცით, რომ არ აქვს მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, უმრავლესობაში უნდა ვიმსჯელოთ, მაგრამ მე პირადად არ დაუჭერდი ამას მხარს. სარეიტინგო კენჭისყრები ტარდება მაშინ, როდესაც ალტერნატივის სახით დგება რამდენიმე კანონპროექტი. ამ შემთხვევაში ალტერნატივა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც არის წარმოდგენილი თუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს სურთ რომ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს და არიან ნაწილი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და ქვეყანა მიდიოდეს წინ და იყვნენ ამის თანამონაწილეები, რა თქმა უნდა, ამის საშუალება მათ აქვს. ცდილობა იმისა, რომ დამეთნაირად დაუკავშირონ ეს პროცედურულ საკითხებს, მე ვთვლი, რომ მათ მხრიდან ეს არის არასწორი ნაბიჯი, ელემენტარულად აქ არის მარტივი საკითხი გადასაწყვეტი. უმცირესობა ამ ხარს უჭერს იმ ცვლილებებს და ქვეყნის კონსტიტუციაში აღარ იქნება დიქტატურული ნორმა და ქვეყანა განვითარდება დემოკრატიული გზით, ან კიდევ უმცირესობა რეალურად გამოაჩნდეს თავის სურვილებს თუ რა სურდა.